თუ გაინტერესებთ საფრანგეთთან დაკავშირებული საკითხები, დარჩით ჩემთან ერთად, ეს ვიდეო თქვენთვისაა. გამარჯობათ, მოგესალმებით ჩემო კარგებო. მე მქვია თამარ მაისაშვილი. ვცხოვრობ საფრანგეთში. ძალიან დიდი ხანია, 26 წელია, რაც აქ ვცხოვრობ. მაქვს 13 წლიანი გამოცდილება იურიდიულ სფეროში, ოფიციალური თარჯიმნის რანგში. მუშაობ ლიონის სასამართლოში. აგრეთვე საემიგრაციო ოფისთან. ესე იგი, რაზე მინდა გესაუბროთ დღეს? მივიღე თქვენი შეტყობინებები. პირველი, რაზეც მინდა გესაუბროთ, არის ის, რომ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მოთხოვნა საკმაოდ შემცირდა, ანუ ვადა ამ თქვენი დოსიის შესწავლისა შემცირებულია. რადგანაც საქართველოს შევიდა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. მეორე საკითხი. ეს იყო მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები. ჩემო კარგებო, მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები შეიცვალა, ანუ ჩამოსვლიდან მხოლოდ 3 თვეში გეძლევათ დაზღვევის საბუთი, რომელიც უკვე უფლებას გაძლევთ მიხვიდეთ საავადმყოფოში, აიღოთ ექიმთან რანდევუ და დაიწყოთ მკურნალობა. ანუ მოგიწევთ 3 თვე დალოდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდეთ ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტერიტორიის აკრძალვის საკითხებს, ეს შეკითხვაც ძალიან მრავლად იყო დასმული. და მეკითხებოდნენ, აი აქვთ თუ არა კიდევ ტერიტორიის აკრძალვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემო კარგებო, ახლა ალბათ ხვდებით, რომ იქიდან გამომდინარე ყველა საქმე არის ინდივიდუალური, ვერ შევძლებ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, ხო? რჩევა, უბრალოდ რჩევა იმისათვის, რომ ესეთ გაურკვევლობაში აღარ აღმოჩნდეთ, ხო? შეინახეთ დოკუმენტები, რომელსაც გაძლევენ. აი მაგალითად დაგაკავეს, გამოგიშვეს და რაღაც დოკუმენტი მოგცეს, ხო? ანუ ერთი ეგზემპლარი გადმოგცეს. ყველაფერი, რასაც გადმოგცემენ, ეს ყველა დოკუმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ მაგ დოკუმენტებზე წერია, გაქვთ თუ არა ტერიტორიის აკრძალვა, რამდენი ხნით გაქვთ ტერიტორიის აკრძალვა და ასე შემდეგ. ანუ ყველანაირი პროცედურის შემდეგ, ხო? დოკუმენტები, რომელიც გადმოგეცემათ, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი საბუთები. აგრეთვე ძალიან ბევრი შეკითხვა იყო პირად კონსულტაციებზე. მომწერეთ მესიჯის სახით, მოკლედ თქვენი მოთხოვნა, მაგალითად, სურს საფრანგეთში ჩამოსვლა, გამარჯობა, სურს საფრანგეთში ჩამოსვლა, თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მოპოვება და სურს თქვენთან პირადი კონსულტაცია. მოკლე მესიჯი და მე მოგწერთ ჩემს პირობებს. სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. წარმატებებს გისურვებთ, ჩემო კარგებო და მომავალ შეხვედრამდე.